მოგესალმებით, დღეს ვიმყოფები დინამო ბაზარ რა არის, კაი ამბავში ჩავიგვინეს, აგვიანოს ეს. მოგესალმებით, დღეს ვიმყოფები დინამო საფეხბურთო ბაზარზე, სადაც ინტერვიუს ჩავწერთ საბა ხარებაშვილთან, რომელიც დინამოს მარცხენა მცველია. გავიგებთ მის ცხოვრების შესახებ და გავიცნობთ მას მოედანს მიღმა. წავედით. მინდა მადლობა გადაგიხადო რომ მოხვედი ჩვენ გადაცემაში და ასევე მინდა მოგილოცო შენი ბასაკშეჰერში ტრანსფერი. თურქეთის ლიგა უკვე ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის და დაფასებისთვის. ჩვენ დავიწყებთ ამას, თქვენ კი არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და დაალაიქოთ ეს ვიდეო. მოდი პირველ კითხვას დაგისვა და გვაინტერესებს თუ როგორ დაიწყო შენი ფეხბურთისადმი სიყვარული და რა ასაკში მიხვდი რომ შენ უნდა გამოსულიყავი ფეხბურთელი და პროფესიონალურ დონეზე უნდა გეთამაშო. მამაჩემისგან დაიწყო, იმიტომ რომ მამაჩემი ფეხბურთელი იყო და სულ მესმოდა ხოლმე აი ისტორიების ან მე რომ მივდიოდი რაღაცა რომ ანუ კარგი ფეხბურთელი იყო და სულ მეცმინდოდა რომ მამაჩემის დონეზე მეთამაშე ესე რომ თქვა და პატარაობიდანვე ეზოში დაიწყო როგორც ყველა ქართული ფეხბურთელის ისტორია. კი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მაქედან დაიწყო ჩემი კარიერა, უკვე რომ თამაშობდი, მე იქ იმედის გუნდი იყო ჩვენთან ახლოს, იქ შევედი, იმიტომ რომ დინამოში მაშინ შევები არ იყო, ძალიან პატარა ვიყავი და მაქედან დაიწყო ჩემი კარიერა. ხო და ზუსტად ეგ გვაინტერესებდა ჩვენს როგორ მოხვდი დინამოს აკადემიაში და თუ სწორი გადაწყვეტილება იყო შენთვის როგორც კარიერულად გამიმთარდი და აი ეგ ეტაპი რომ მოგვიყვა შენი ცხოვრების როგორ მიხვედი დინამოს აკადემიაში და ადაპტაციის პერიოდში თუ რამე გაგეჭირდა იმედიდან დინამოში გადასვლისთვის. 5 წლის ვიყავი მაშინ და უკვე სინჯები იწყებოდა 6 წლის ასაკში ზაფხულში. და 3 თვე ვიყავი იმ გუნდში და ეგრევე როგორც კი დაიწყო სინჯები უკვე მივედი აკადემიაში თავიდან გამიჭირდა იმიტომ რომ მეთქი ახალი ბავშვები ახალი გარემო ახალი სიტუაცია ეხა ამ ხელა ბაზას რო ხედავ ძალიან ძალიან გამართული არის ინფრასტრუქტურულად და ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო რომ შევედი და კარგად ყველაფერი ვიმედი ვივარჯიშე მოიწონას და დამიტოვეს აკადემიაში. ძალიან კარგი იქნეს თან რომ დაგიტოვეს იმიტომ რომ ასეთი ტალანტი გაეზარდა მას. ეხლა იცით რა მაინტერესებს, როგორც საქართველოს შეიძლება თქვა რომ თავარი კლუბის მაისურის ტარება, რა პასუხისგებლობაა და რას გრძნობდი რომ პირველად ჩაგაცვეს ეს მაისური უკვე ძირითად გუნდში სათამაშოდ. ძალიან დიდი პასუხისგებლობაა, იმიტომ რომ ჩემი ბავშვობის ოცნება იყო დინამო თბილისში თამაში, იმიტომ რომ ისტორიული კლუბი არის. საქართველოში საუკეთესო კლუბი არის და ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო რომ ვიცოდი უკვე დებიუტი უნდა მქონოდა და როცა გავედი მინდორზე უკვე ის ყველაფერი რაც ოცნებები რაც მქონდა უკვე თავში მიტრიალება და ძალიან მოხარული ვარ და მადლობას ვუხდი რომ მომცეს შანსი და ძალიან ორმაგად უფრო პასუხისგებლობა ამ ხელა კლუბში და ამ ხელა ისტორიის გუნდში რომ თამაშობ. ნამდვილად დიდი პასუხისგებლობაა დინამოს მაისურის ტარება და როგორც ვიცით შენ მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობ, გვაინტერესებს ის თუ რა არის შენი თავარი კოზირი და თავარი ძალა რაც ხდის ასეთ კარგ მარცხენა მცველს. ჩემი აზრით ალბათ აი ეს მიყვარს ძალიან შეტევაში თამაში ან დაცვიდან ამოტანა ბურთის შუაში შესვლა და ძალიან ბევრი პოზიციაზე მაქვს ნათამაშები საყენზედას და ალბათ ეგ უფრო ეფექტურს ხდის ჩემ თამაშის სტილს. და ეხლა რა კომპონენტის გაუმჯობესებაზე მუშაობ რომ რაღაც უფრო სრულყოფილი გახდე, იმიტომ რომ ხე პატარა ასაკში ნელ-ნელა ყოველდღიურად სწავლობ შენს რაღაცას და მაგიტომ გაინტერესებს აი ეს კომპონენტი რის გაუმჯობესებაც ყველაზე მეტად გინდა. ყველაზე მეტად მინდა ეხლა მარჯვენა ფეხზე მუშაობ, მარჯვენა ფეხის მინდა რომ ცოტა დავხვეწო და აი ეს შეტევაში უფრო რა კაცის მოტყუებები და რაღაცები აი მაგაზე მუშაობ ეხლა და ტაქტიკურად. ყავს ისეთი ფეხბურთელი, ვისაც უყურებ რომ აი ეგ ისწავლო სიტყვაზე აი შენი პოზიციიდან გამომდინარე, მარსელო რო ავიღოთ ან სხვა ეგეთი დიდი მარცხენა მცველები რომ აი ვის თვლი რომ აი მაგ პოზიციაზე შეგიძლია რომ მიბაძო. მარსელოს გამიღებდი ხოლმე მაგალითად, იმიტომ რომ მისი სტილი, ბრაზილიის სტილი ძალიან განსხვავებული იყო მისი მოძრაობა ყველაფერი, მაგრამ ამ ეტაპზე ეხლა ნუნუ მენდეში PSG-ის ფეხბურთელი მაქედან ძალიან პოზიციაზე არის ჩემთვის და მაქედან მაგისგან ვიღებ ძალიან ბევრ რამეს, აი თუნდაც ის სივრცეებში ჩარბენები შეტევაში უფრო და ძალიან მაგარი ფეხბურთელი. ანუ 17 წლის ასაკში უკვე შეგვიძლია ასე რომ ვთქვათ, რომ მაღალ დონეზე და დიდ ფეხბურთს თამაშობ და აი როგორ უკლავდები ამ ზეწოლას და აი ამ
პასუხისგებლობას, რომელიც აი ამ პატარა ასაკში დაგეკისრა. იმიტომ რომ შეიძლება ერთი ცუდი თამაშის მერე პატარა ზეწოლა წამოვიდეს ან რაღაცა და აი ეგრო გითხრა რა არის შენთვის თავარი და აი ვინმე არის თუ არის ეს ადამიანი, ვინც ცდილობს ხოლმე რომ აი ზეწოლა მაგასთან ერთად რომ გაიქარწყო ასე რომ ვთქვათ. ანუ ცდილობ ხოლმე რომ სულ ანუ შემითამაში რასაც თამაშობ აქამდე ის ვითამაშო და გავიდე მინდურზე რასაც აქამდე თამაშობდი ის ვითამაშო და მეტის რა ყოველ თამაშს ვცდილობდი რომ სულ უკეთესი და უკეთესი გამხდარიყავი და ჩემთვის ჩემი თავი გამეუჯებდოსებინა და ამაში რა თქმა უნდა მამა ჩემი მეხმარებოდა ხოლმე ყოველ სულ მელაპარაკება ყოველ თამაშის მერე შეცდომები რაც იქნება რაც დაუშვი იმას მეუბნებოდა ხოლმე და მეც ვითვალისწინებდი ხოლმე მაგისას. აი როგორც გამოცდილი ფიგურა ახსენე მამა მასთან ერთად გუნდშიც ყავს ძალიან გამოცდილი მოთამაშეები თუნდაც კანკავა ლორია გვილია იყო წინა სეზონში და აი მაინტერესებს აი მათგან რა ისწავლე და ისინი როგორ გეხმარებოდნენ გასახდელში რომ შენ უფრო დიდი ფეხბურთელი გაზრდილიყავ. საუკეთესო პირველ რიგში საუკეთესო ადამიანები არიან ისინი ძალიან ბევრ რამეს სწავლობ მაგათგან იმიტომ რომ გამოცდილი ფეხბურთელები არიან ძალიან დიდ დონეზე აქვს ნათამაშები და მოედანზეც სულ კარნახი მიდის ეს კარნახობს აქ მოდი და ეს გახმარებოდა და ლიდერი ჩანდა მოედანს მიღმაც და ასევე ლორიაც შეძახილებით და იმით თან ანუ ესეთ ფეხბურთელები რო ყავს შენს უკვე ძალიან მშვიდად ხარ და უფრო თავისუფლად და გახსნილი. თან შენთან ახლოს არიან პოზიციურად ერთი მეკარე, მეორე ჩამშლელი და შედარებით აი ესეც სამკუთხედს აკეთებთ ხოლმე თქვენს სამეული. კიდე იცი რა მაინტერესებს, აი შენი ყველაზე რთული თამაში, რომელიც ჩაგიტარებია, გინ დინამოში, გინ ნაკრებში ან თუ გინდა ორივე დაასახელე, მაყურებელს ეგ უფრო დაინტერესებს რომ ორივე თქვა. ყველაზე რთული თამაში მაინც ტორპედოსთან თამაში არის, იმიტომ რომ ესეთი გასვლაზე ხო ალბათ. დაპირისპირება გვაქვს და რთულია ესეთ გარემოში იმაში თამაში და ნაკრებში გერმანიასთან მქონდა ეხა ახალგაზრდულში 21 წლამდელებში მაგას ჩავთვლი რომ ყველაზე რთული თამაში იყო იმიტომ რომ ძალიან მაგარი ფეხბურთელები თამაშობდნენ. გერმანიასთან თამაში ნამდვილად რთულია, გინდა ახალგაზრდულ ეტაპზე, გინდა როგორც ეროვნულ გუნდში და მინდა ვკითხო, რას ნიშნავს შენთვის თუნდაც ახალგაზრდული ნაკრების მაისურის ტარება და ეროვნული ნაკრების მაისურის ტარება, უკვე როცა გამოხვალ ისე რომ ძირითადის ფეხბურთელი იქნები ეროვნულ ნაკრებში, აი რა იქნება შენთვის ეს ყველაფერი? ნუ ეროვნულ ნაკრები და ახლა ნაკრები ზოგადად ყველა ფეხბურთელის ოცნება არის მან თამაში ძალიან ბევრ ადამიანს და ბავშვს უნდა ჩემ ხელებს თამაში და იქ რო ხვდები უკვე ანუ საუკეთესო ხარ ერთ-ერთი რა და შენი თავი უნდა წარმოაჩინო უფრო ორმაგად შენი ქვეყნის წინაშე თამაშობ შენი ქვეყნის დროშას ატარებ და უკვე ორმაგად და სამაგად უფრო პასუხისმგებლობას იღებ რომ გადიხარ და იქ უკვე ფეხბურთზე ზედმეტი ალაპარაკი იქონა იომო სხვა გზა არ გაქვს. საბა როგორ აღწერდი შენ თავს მოედანს მიღმა და გაქვს თუ არა რამე მსგავსებები რასაც მოედანზე აკეთებდა გარეთ და ან რა განსხვავებებია ის თავარი რაც მოედანზე სხვა ადამიანი ხარ და მოედანს მიღმა კიდე სხვა. მოედანზე ან მოედის გარეთ ბავშვობიდან პატარობიდან წყალიდან 7 ვიყავი სულ ყოველთვის და ვცდილობ ხოლმე რომ თამაშის მერე სიმშვიდე და სიწყნარე შევინარჩუნო მაგრამ მოედანზე სიმშვიდე და სიწყნარე უკვე არ არის მაგის დრო არ არის მაგის დრო იქ უკვე ცოტა ისეთი უნდა იყო მიმწოლი და აი ეს ადამიანი უნდა იყო რა ცოტა აგრესიული და ნამდვილად. აი შენს ჰობებზეც რო გითხრა, აი მაგალითად ან მუსიკა, კინო, აი რა არის შენი ჰობი? აი როგორ ატარებს საბა ხარებაშვილი დღეს ამ ინტენსიური ვარჯიშების და თამაშების გარეთ? ვარჯიშების გარეთ ვცდილობ ხოლმე რომ დავისვენო, შეიძლება მუსიკაც, რამეს უყურო, ან ვითამაშო FIFA, რაღაც ეგეთი და ძირითადად ვისვენებ ხოლმე. ერთ ცოტა რთულ თემას შევეხები ახლა განათლებისა და აი ამ ვარჯიშის შეთავსება ერთმანეთთან. როგორც ვიცით, საქართველოში ეს ვარჯიშები უკვე ცოტა მაღალ დონეზე როცა გადადიხარ დილითაა ხოლმე და შესაბამისად არის სკოლაც. როგორ ათავსებდი ამ ყველაფერს ერთად და გიწყობდნენ თუ არა ხელს სიტყვაზე სკოლაშიც და გუნდშიც ამ ყველაფერთან? აი პირველ გუნდში რომ მაშინ 15 წელს რო ვიყავი, პირველ გუნდში რომ ამოვედი, უკვე ვეღარ ვახერხებდი სკოლაში სიარულს, იმიტომ რომ ვარჯიშის დილას მქონდა, სკოლას დილას იწყებოდა, მაგრამ ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა მაგალითად სკოლაში ან საკონტროლო რაღაც გქონია და აი ცოტა მაგალითად შეკრება რო ყოფილა 11 საათზე, ცოტა დამიგვიანდა რა მაგის გამო, იმიტომ რომ სკოლაში საკონტროლო მქონდა.
დასაწერი და ყოფილი ანუ მიწყობდნენ ხოლმე ხელს, მაგრამ ხო, მაინც საბოლოო ჯამში მიჭირდა ხოლმე სკოლის სიარული. გვაინტერესებს ჩვენ კიდე როგორ ემზადები მატჩისთვის, რამე სპეციალური რუტინა გაქვს თუ რაღაც განსაკუთრებულ საერთო არაშვები და უბრალოდ შენთვის ატარებ. ვცდილობ ხოლმე რომ ბაზაზე ვიყო, აქ გავატარო თამაშის წინა დღეს, იმიტომ რომ აქ უფრო მშვიდად ვარ, უფრო წყნარად ვარ, უფრო კონცენტრირებული ვარ თამაშზე და მიყვარს მუსიკების მოსმენაც თამაშის წინ. რომელ ჟანრს უსმენ ან რომელ არტისტს ან ჯგუფს გამოვარჩევდი? მე ზირთადად Drake-ს, Eminem-ს. ანუ ჰიპ-ჰოპის ქართულ მუსიკებსაც უსმენ ხოლმე. გვაქვს ბევრი ისეთი შემთხვევა, სადაც გვითქვამს ფეხბურთელს და გვიფიქრია, რომ ძალიან ნიჭიერია, მაგრამ დააკლო მას შრომა. აი მაგალითად, თუნდაც ნეიმარის მაგალითი რა ვიყოთ, ყველაზე ცნობილი ეგ იქნება, ადამიანი, რომელიც უნიჭიერესად ითვლებოდა, მაგრამ აი მაინც ვერ მიაღწია აი იმ დონეს, როგორც ყველა მიიჩნევდა, რომ ნეიმარი უნდა ასულიყო. კიდე სხვა ბევრი მაგალითია და შენ რას ფიქრობ? ანუ ნიჭი უფრო მნიშვნელოვანია ფეხბურთში თუ შრომა, თუ აი მაგ კუთხით რო გვესაუბრო? Ну, რა თქმა უნდა, შრომის გარეშე არაფერი არ ხდება, მაგრამ იმ შრომას თან უნდა ყვებოდეს ის ნიჭი. შენ თუ მაგალითად აი ფეხბურთი ისეთი სპორტი არის, რომ შენ თვითონ უნდა გინდოდეს ფეხბურთის თამაში, უნდა გიხაროდეს ფეხბურთის თამაში და ამ ყველაფერთან ერთად უნდა დააყოლოს შრომა. შრომის გარეშე ალბათ წარმოუდგენელი არის ფეხბურთი ისეთი რაღაცა არის, რომ თუ რამის დააკლებ ოდნავ მაინც აი რაღაცა გამოგეპაროს ან რაღაცა შეიძლება ცუდად დაგიძეს. რაც უფრო მეცი შრომებ, უფრო დაგიფასდება და ზოგადად სულ ვიზახი ხოლმე რომ ფეხბურთი ისეთი სპორტი არის, რომ თუ მართლა იშრომებ და ჩადებ გულს რაც გაქვს შენ, აუცილებლად დაგიფასებს. კი, იმიტომ რომ გვინახავს ისეთი მაგალითები, სადაც აი თითქმის 90% შრომა იყო და მას მიუღწევიათ უმაღლეს დონეზე. აი თუნდაც რონალდო მესის კონტრასტი რო ნახოთ, მესი ბევრად ნიჭიერია ფეხბურთელია, მაგრამ რონალდომ შრომით მიაღწია იმას, რომ საუკეთესოების სიაში ყოველთვის მოიხსენიებენ. შენი აზრით, აი რას ფიქრობ, რომელ ჩემპიონატში თამაში იქნებოდა შენთვის ყველაზე კარიერული პიკი და ოცნება რომელი იქნება? ჩემი პატარობიდან რეალს გულშემატკივრები და სულ მინდა ასევე რეალის ფანი ვარ. რეალში თამაში არის ალბათ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება, რაც საბერძნო კარიერაში მაქვს და რა თქმა უნდა მე კიდე მაქვს ოცნები, მაგრამ ალბათ ლა ლიგა და რეალ მადრიდში თამაში. ხო, მაგრამ იქამდე 1-2 ნაბიჯიც ხა დაგჭა და წარმატებას გისურვებ, ჩვენ ნამდვილად გვინდა რომ ქართველი ფეხბურთელი თამაშობდეს რეალ მადრიდში. რას ჩათვლიდე შენ წარმატებაცავა ან ტიტულების მოგებას თუ აი შენს თავში რა მიზნებიც გაქვს დასახული მაგის მიღწევას შეიძლება იმ ბოლომდე ვერა მაგრამ აი რაღაც ეტაპამდე მაინც და აი მაგაზე პირადად ჩემ თავში რა მიზნებიც მაქვს თან მაგ მიზნებს მოყვება ტიტულები რა პირადად მე რა მიზანიც მაქვს და რისი მიღწევაც მინდა. ის არის ეროვნულ ნაკრებში ადგილი დავემკვიდრო და რეალ მადრიდში ვითამაშო. და ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეს ერთხელ და სამუდამოდ. ასევე ძალიან სენსიტიური თემაა ქართული გუნდების ევროტურნირებზე თამაში და აი დინამოსთან ერთად რას გეგმავ იმ მოკლე პერიოდში რაც დარჩენილი გაქვს და ასევე ბასაკ შეჰირზე ტრანსფერზეც გვინდოდა რამდენიმე კითხვის დასმა და აი უკვე ჯერ დინამოსთან რას გეგმავ ამ მოკლე პერიოდში და მე შემდეგ ბასაკ შეჰირთან რისი გაზიარებაც შეგიძლია რა თქმა უნდა აი მაგ ტრანსფერზეც რომ მოგვიყვე დინამოსთან ერთად სულ მინდოდა რომ ტიტული მომიგო წელს 3 ტიტულის მოგების შანსი გვაქვს და შეიძლება ვიყო არ ვიცი ჯერ ზუსტად საფულში წავალ და მანამდე შეიძლება მოვიგო ძალიან მინდა დინამოსთან ერთად ტიტული მოვიგო და ეს არის ჩემი დასახული მიზანი რაც ამ მოკლე პერიოდში მაქვს და კონფერენს ლიგაზეც თუ მოახერხებდით გასვლას დინამო იქნება თუ რომელიმე სხვა ქართული გუნდი უკვე ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ყველა ქართული კლუბისთვის ჩემი აზრით. ბასაკ შეჰირის ტრანსფერი როგორ მოხდა? როგორც ვიცით, როცა უკვე იქ იყავით ესე შეკრებაზე რო იყავით ანტალიაში, მან გაოფიციალურდა და იქამდე იყო მოლაპარაკებები თუ იქვე მოეწონეთ ასე შევდგეთ და უცებ მოხდა ეს ყველაფერი. არა, ვისროდი მანამდე სანამ სპორტზე წავიდოდი, მანამდე ველაპარაკეთ მწვრთნელად ამერიკა, ნურის სახელმად ამერიკა და ველაპარაკეთ ძალიან საინტერესო რაღაცები მითხრა, ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ძალიან კარგი იყო ჩემთვის, აი ის დობა დავინახე, რაც ჩემ და მე გამოხატა
და რა თქმა უნდა ძალიან დიდი კლუბია თურქეთში ერთ-ერთი საუკეთესო ლიგა აქვს ძალიან კარგი გუნდია ძალიან კარგი ფეხბურთელები ყავს გულშემატკივრები ყავს სასწაული კიდე იქ და იქ უკვე სბორზე რომ ჩავედი და ამერიკა ჩემმა აგენტმა ესე და მეც რა თქმა უნდა ნამდვილად კი ბასაკ შეჰერი უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი კონფერენს ლიგაზე თუ ევროპა ლიგაზე ბევრ წარმატებას მიაღწია თურქულმა გუნდმა და იმედი გვაქვს რომ შენთან ერთად უკვე მოახერხებენ რომელიმე ტურნირზე გამარჯვების მოპოვებასაც ჩვენ ბოლომდე უკვე თურქეთის ლიგაში გადმოვერთვებით ბასაკ შეჰერის გულშემატკივრობაზე ალბათ და ერთი კიდე ამას კითხავ თუ რა რჩევას მისცემთ იმ პატარა ბავშვებს რომლებიც დინამოს აკადემიაში თუ სხვა მინდვრებზე დარბიან და უნდათ რომ მომავალში მიაღწიონ რაღაც წარმატებას რომ ძალიან ბევრი უნდა იშრომონ, ძალიან ბევრი უნდა გაიღონ თავისი საქმისთვის, იმიტომ რომ დაუფასდებათ შრომის გარეშე მართლა არაფერი არ გამოვა რა ფეხბურთს შრომა უყვარს. და ის მიზნები დაისახონ, არაფერი არ არის აუსრულებელი, ყველა თუ მართლა ფიქრობ იმაზე და მიზნები გაქვს, აუცილებლად შეგისრულება თუ იშრომებ და არაფერი არ უნდა დაიზარონ, სულ უნდა ივარჯიშონ, თავის თავზე უფრო მეტი უნდა იმუშაონ და მე თან მოყვება წარმატება. და ბოლოს, როგორ გინდა რომ მომავალში საბა ხარებაშვილი დაამახსოვრდეს ქართულ ფეხბურთს? არა მარტო ქართულ, სოფლიო ფეხბურთსაც კი. უკვე უფრო მაღალ დონეზე და უკვე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელად ხო, ან ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მარცხენა მცველად მე ვიტყოდი. სპორტული ინვენტარის მაღაზია კემპი ისევ ჩვენთან ერთადაა და შენთვისაც გვაქვს პატარა საჩუქარი ჩვენგან და კემპისგან კიჭა რონალდოს აი ეს ინტერის რეტრო მაისური სიმბოლურად რომ დაგჩეს ჩვენგან. ძალიან დიდი მადლობა. საბა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვთანხმდი ინტერვიუზე და მოხვედი ჩვენ გადაცემაში. დღევანდელი ეპიზოდი ამით დასრულებულია. თქვენ კი არ დაგავიწყეთ რომ გამოიწეროთ არხი, გააქტიუროთ ზარისხელაკი და დაალაიქოთ ეს ვიდეო. ჩვენთვის ეს ბევრს ნიშნავს. მადლობა.